მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო 20-25-26 წლების დიდი 10-ის გათამაშება გვიბრუნდება უკვე რაგბი ტივიზე, თქვენს ეკრანებზე, სადაც მე პირადად უნდა გითხრათ, რომ ძალიან მონატრებული ვარ ჩვენს ჩემპიონატს, ჩვენს რაგბს და მოკლედ პირველ ლიგის ჩემპიონი გორის გორი უმასპინძლებს ვიცე-ჩემპიონ ქუთაისის აიას დარწმუნებული ვარ კარგი თამაში უნდა გამოგვივიდეს ზოგადად პირველი ტურები გამოირჩევა ხოლმე ლაღი ეს გახსნილი თამაშით და მოკლედ დაველოდოთ თქვა თქვენთან ერთად იოსებ ჯაფარიძე და ლუკა კილასონია ყვავინდებურად ჩვენი ტანდემი წარუძღვება დღევანდელ შეხვედრას. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, გილოცავთ რაგბის საქართველოს შიდა ჩემპიონატის განახლებას, უბრალოდ დაწყებას, ახალი სეზონის დაწყებას და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად და ძალიან ლამაზად წავა, ისეთივე კარგი გარემოში, როგორც ახლა არის გორის დაუშვათ ბუნებრივი საფარი. სოსომ უკვე მოგახსენათ თუ ვინები ერკინებიან დღეს ერთმანეთს და სანამ გუნდები გამოვლენ და დღეს ჰიმნებით გაიხსნება დღევანდელი ჩემპიონატი, დიდი 10-ის პირდაპირ გადავალ და მასპინძლების შემადგენლობას დაგისახელებთ. რატი სამყურაშვილი, დიმიტრი ხურცილავა და ირაკლი პურიჭამიშვილი იქნებიან პირველი 2 და 3, ანუ პირველ ხაზში ვლადიმერ გოგოლიძე 4 ნომერი 5, კობა ტატულაშვილი 6, საბა ჩხარკავა, ვანო ბურდური 7 და 8-ზე რატი ჟორჟოლიანი შეკრავს შერკინებას. ნახევარდაცვა 9-ზე რეზი ბროძელი, მამუკა ნინიძე 10, რაფაელ ტუნინდაუ 14, ლაშა დონაძე 13 ნომერს დაიწყებს, სერგი ჩხაიძე 12, 11 საბა ინალიშვილი და ფულბეკად, ანუ 15 ნომერს გუნდს შეკრავს გუნდის კაპიტანი ნიკა ბიწაძე, გუნდის წვრთნელი გახლავთ ლევან დათუნაშვილი და ალექსანდრე დოლუაშვილი გუნდის მენეჯერი. კი ბატონო, უნდა აღვნიშნოთ ლუკა, რომ პირველ ლიგის შემდეგ, სადაც მოიგო გორმა და ფინალში ციხარა დაამარცხა, ბევრი მოთამაშე დაემატა, ბევრიც გაუშვეს ესე ვთქვა და სწორედ სახეცვლილი არის ეს გუნდი, უნდა ვთქვათ, რომ თავარი მსვლელი შეიცვალა და ლევან დათუნაშვილი მოვიდა. მე კი გეტყვით ამასობაში, რომ ქუთაისის აიას შემადგენლობასაც წარგიდგენ, პეტრე ჭინტარაძე, გუნდის კაპიტანი, გიგი ჭუმბურიძე და გიორგი ხიმურცაძე, მეორეში ილია გაბისონია და გიორგი მეფარეშვილი, მესამე ხაზში ლუკა ნარსია, ჯიუტა ბატირერენგა და საბალაღაძე, ნახევარდაცვა ნოდარ დოლიძე და ელგუჯა მახარეიშვილი, ავთან დილზვიადაძე და თემურ კოხოძე ფრთებზე, გივი კაშია და გიორგი ფრუიძე ცენტრში და ნიკა ღლონტი არის ფულბეკის პოზიციაზე, გიორგი ნემსაძე არის თავარი წვლილი ყვავინდებურად ქუთაისის აიასი. ხო, სხვადასხვა ნემსაძე განაცხადა სეზონის წინ, რომ მათ შევსება მიიღეს თავისი ახალგაზრდული გუნდებიდან, რაც ძალიან დასაფასებელია, უნდა აღვნიშნოთ.
რაც შეეხება მატჩის მთავარსა შოთა თევზაძე, გიორგი ირემაშვილი და მარიამ გოგუაძე კიდეებიდან, შოთი საგარეიშვილი ვიდეო რეფერი მოусმინოთ საქართველოს სიმს. შესრულდა საქართველოს სიმი, ხო, ანა დათიაშვილი იქნება მეოთხე მსაჯი და ინგა კაზაროვა იქნება დელეგატი. როგორი მშვენიერი ახალი ფორუმი გვაქვს არა? რა სიტყვი ლუკა? ძალიან. ხო, ბევრი მოთამაშე დაიმატა გორმა, უნდა აღვნიშნოთ ნახევარდაცვა რეზიბროძელი მამუკანინიძე, ძალიან გამოცდილი ღერძია და ვფიქრობ ძალიან კარგად წაადგება ეს ორი მოთამაშე გორის გორს, ასევე უნდა აღვნიშნო აუცილებლად სერგი ჩხაიძე, რომელიც ნამდვილად უნდა ვთქვათ, რომ X ფაქტორი იყო ბათუმის გაჩემპიონებაში, გვახსოვს ჩვენ როდესაც აიგებდა ბოლო წუთებში როგორი პასი ჩაჭრა და მოუტანა გამარჯვება ბათუმს. ცოტა დრო გარჩება მატჩის დაწყებამდე. მოედანი მართლაც რომ მშვენიერ მდგომარეობაშია, იმასაც გეტყვით რომ ხვალ დილას გვექნება უკვე სუპერ რაგბი, რაგბი ტივიზე, სუპერ რაგბი არა 4-ერი გავხსნით დილის ეთერს ავსტრალია არგენტინის დაპირისპირებით და რომელიც 8 საათსა და 30 წუთზე დაიწყება, ხოლო ზელანდია აფრიკა ედენ პარკზე მოკლედ 11 საათსა და 05 წუთზე იქნება 4-ერის მეორე მატჩი, რაც შეეხება დიდიათ, მოკლედ სარაგბო წელი დაგვიბრუნდა ეს ვთქვათ რაგბი ტივიზე და ძალიან მახარებს ეს ყველაფერი. შემდეგ გაგრძელდება ლელო არმიის დაპირისპირებით, რომელიც 17 საათსა და 00 წუთზე გაიმართება. ასევე დებიუტანტი წიქარა დაუპირისპირდება ბათუმს 19 საათსა და 00 წუთზე, ხოლო კვირას იქნება ყაზბეგი ხარების დაპირისპირება გახსნის ჩვენს ეთერს და ხვამლი არესის მატჩით გაგრძელდება. შოთა თევზაძე თქვენს ეკრანებზე სწორედ მან იმსაჯა შაშანდელი ფინალი და ისვე გახსნის წლევანდელ სეზონს მოკლედ. წარმატებები უსურვოთ შოთას და მსაჯებს ზოგადად ყველას მოთამაშეებსაც რა თქმა უნდა. ხო, ისე უნდა ვთქვათ რომ აია 5ჯერ აქვს მოპოვებული ჩემპიონობა. ხო, როგორც ჩანს, მცირე გაუგებრობა ტრადიციული ჩემპიონია დავარქვათ. სამწუხაროდ. ხო, როგორც მატყობინებენ სასწრაფო დახმარების მანქანა არ არის მოსული მოედანზე და რეგლამენტით არ აქვს უფლება საჯებს. ხო, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე. ხო, და წაიპასავებენ ბიჭები. სხვა რა შეგვიძლია უკვე სოსომ მოგახსენოთ კარგი დიდი ინფორმაცია რომ შარშანდელი ვიცე ჩემპიონი გახავთ ქუთაისის აია, ხოლო დებიუტი აქვს გორის გორს. ეს კი გაგიმებული ჩვენი საერთაშორისო არბიტრი რა აცინებს შოთა თევზაძე დიახ და სულ მალე მედია მოძონძულდებიან სასწრაფოს ხალხი და იქ
ქუთაისელები ხურდებიან და გორელები რატომ არა? ხო, ძალიან კარგად სტილისტიკურად რო ავიღოთ ლუკა ორივე გუნდი ხო, სტილისტიკურად რო ავიღოთ ლუკა ორივე გუნდი ძალიან კარგი მობურთავია, რა თქმა უნდა, ეხლა აი უფრო წინ დავაყენებ ამ შემთხვევაში, რადგან უფრო დიდი გამოცდილება უმაგრებს ზურგს, გორი კი დებიუტანტია, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ საკმაოდ ლაღრაკს თამაშობდა გორის გორი პირველ ლიგაში და ამან შედეგი გამოიღო კიდევაც. როგორც ჩანს იღებ იმ საჯებით პოზიციებს და იწყება ჩვენი მატჩიც. ამინდის არაგბო უნდა ვთქვათ, რომ ქარი არ არის მზე მაწუხებს არავის. თბილა უпроსტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცხელა კიდევაც და მოკლედ სულთა სარაგბო ამინდი გამოდის და იმედია ბიჭები კარგ რაგბს შემოგთავაზებენ. ხო, ტრადიციულად როგორც სეზონის სტარტზეა ხოლმე მშვენიერი ამინდები მერე გვიცივდება ხოლმე სადაც ნოემბრის ბოლოსკენ და מחარ ეიშვიმა შეიყვანა ბურთი თამაში, უნდა აღვნიშნოთ, რომ არ არის გიორგი ბაბუნაშვილი, გუნდის კაპიტანი, სული და გული, სავარაუდოდ რაიმე აწუხებს გიორგის, თორემ ასე დაწუნებული ითამაშებდა. რეზი პროძელი კი გამოდის ფეხი და მუხტავს სიტუაციას. პირველი დერეფანი ნაკლებკაცა დერეფანი აარჩიეს ქუთაისელებს დაეყენებინათ ორი ხელით მოიგეს ისე რომ მოწინააღმდეგე არ ახდა და ცენტრში გაკეთებენ ფიზიკურ შეჯახებას. დაჯახება კარგია. იქვე ასევე ბოჭვაც კარგი დაახვედრეს გორის ორაგბეებმა და ბურთი სად არის? წართვის ხელი რა? კი ბატონო, აქ ხურციოვამ კარგად ითამაშა და მოუყვა ბურთი თავი ბროძელის იანური დარტყმა, მაგრამ ადგილზე არის ნიკა ღლონტი, დარტყმის ადგილი ნახომ არ იქნება ეს კი ბატონო. კარგი წნეხი იყო აქ გორელთა ფრთისგან, ტუმინდაუსგან და საბოლოოდ ნიკა ღლონტი შეცდა ფეხით თამაშის დროს. პირველი დერეფანი ქუთაისელებმა თავისუფლად მოიგეს და ახლა კი გორელები შეაგდებენ ბურთს. დიმიტრი ხურცი, ლავამიკის რა ეს ყველაფერი მოიგეს ორი ხელით და ცენტრში ერთი შინჩებრმებული პასი ინარჩუნებენ. მარჯვნივ გადადის შეტევა, პასი უმისამართოა. ძალიან კარგი ამოგდების ცდელობა იყო, მაგრამ მე დამთავრდა უპირატესობა და ისევ ქუთაისელებს დარჩათ. გაბისონია კარგი მიძალება. მეორე ხაზგერისგან ნოდარ დოლიძე, მახარეიშვილი ზურს უკან ფრუიძე. ღლონტი თვითონვე წავიდა, მაგრამ გორელთა დაცვა ადგილზეა. ვერ მოიგო მანძილი. ქუთაისის აიამ ისევ შეიცვალა შტევის მიმართულება ქიმუცაძე, ცუდი პასი და აქ წნეხი შემთხვევაში გორი კარგ პოზიციაში აღმოჩნდება. აშია წამოვიდა, კარგადაც მივიდა. გურსის სწრაფეში წავიდა ფრუიძე. ფრუიძე უნდა აღვნიშნოთ, რომ გამორჩეული მორაგბე იყო შარშან ქუთაისის აიაში, ერთ-ერთი თავარი დაკველი ძალაც. შეგვიძლია ვთქვათ. ბურთი ხელმისაწვდომიაო, ამბობს შოთა თევზაძე და სავარაუდოდ ფეხით გავლენ ახლა ქუთაისელები. უფრო მაღალი აბრაგანი ასციეს, რომელიც შორს არ წავიდა, მაგრამ საბრძოლო იქნება და კარგი ბოჭვა იყო აქ, ახასიათებს ფიჯელებს, ზოგადად გავსი მომენტები და აღვნიშნოთ, რომ ყველაფერი წესების დაცვით გააკეთა ჯიუტა ბატირერენგა. კარგი მიძალება ქიმუცაძისგან. თან დაუძახა შოთამ რომ ჩასულიყვენ, მაგრამ არ შეისვინეს გორელებმა. უპირატესობით სარგებლობს, უფრო თამამად შეუძლიათ ქუთაისელებს წარმართონ შეტევა კაშია და კარგი ბოჭვა აქ დონაძისგან დაეხმარა მას თანაგუნდელი. და ეხა კარგად ჩაჯდნენ, მაგრამ დააბრუნებს. საკმაოდ ხელსაყრელი პოზიცია დასარტყამად კარში. ნოჭანს რატი სამყურაშვილი დაჯარიმდა თამაშგარის გამო. აი ამას ეუბნება შოთა რომ გეძახდიო და
მაგრამ არა მიდიან კარები დერეფანში ქუთაისლები და ითამაშებენ ლელოზე პირველი ჯარიმა სეზონის პირველი ჯარიმა რატი სამყაროს კისერზეა მოკლედ და შოთა თევზაძის ხო თავარი მოქმედებირები უბრალოდ ახლა რაგბია და არავის კისერზე არ შეიძლება არაფერი იყოს თუ უპიროდ არის თამაში ხო უთხრათ არა მაყურებელს რომ დაგვემატა 20 წუთიანი წითელი ბარათი მივადენოთ შეტევას თვალი და ამაზე ой მე რა მნიშვნელოვანი დერეფანი დაკარგეს აქ ქუთაისის მორაგბეებმა კი ბატონო შემდეგ პაუზაზე გაგვაცნობს სოსო როგორც ჩანს თამაშგარის წესი არ დაიცვეს ქუთაისლებმა მოგეხსენება დერეფანი არ არის დასრულებული სანამ ესე ვთქვათ თავის წესები არ გაცდება დერეფანს ეს ნიშნავს რომ 15 მეტრიანსა და კიდის ხასორის არ შევა ან არ გადაცდება 15 მეტრიანს ან ჩამოყალიბებული მოვლიან რაკი არ გადაკვეთავს შემოგდების ხაზს კი ბატონო თითო თამაშგარე გაიცვალა ესე ვთქვათ კი თითო ჯარიმა იქით აქით მე-5 წუთზე მე-6 წუთი დაიწყო უკვე ხო 20 წუთიან წითელ ბარათზე კი საუბრობდი ისოსო და აბა ფასიცებით გისმენთ მე სამაყურებელი ზუსტად ეხა რაგბის მოყვარულებს ვინც უყურებს რა დიდ რაგბს განსაკუთრებით ყოველთვის კარგად ცნობილია ჩვენიც იგივე ანალოგი შემოვიტანეთ უბრალოდ ბუნკერის გარეშე გვაქვს ეს ყველაფერი და ესე ვთქვათ უფრო ნაკლები ტექნიკით ვიმუშავებთ ამაზე მიჩვეულები ვართ მაინც არ არის პრობლემა აქ მივადევნოთ გორელები შეტევას და ბურდულს უვარდება კი ბატონო ისეთი შემთხვევები გვაქვს ხშირად თამაში, როდესაც გვაქვს თავიდან კონტაქტი, მაგრამ მოთამაშე ამ დროს ცდილობს, ვთქვათ, ხელების შემოხვევას, სწორად ცდილობს ბოჭს შესრულებას, მაგრამ არის მაღალი საფრთხის შემცველი. ესეთი სათამაშო, ესე ვთქვათ, უხეშობები, რომელიც აქამდე წითელ ბარათად ფასდებოდა ხოლმე, იქნება 20 წუთიანი. მაგრამ ასევე იქნება სრული წითელი ბარათი, მაგალითად, ესე პირობითად რო ავიღოთ, თუ უპირო თამაშს რასაც ვეძახით, ხო? ხელს რო მიიკრავ და განზრახ, მაგალითად, მხრით მიდიხარ და ეჯახები მოწინააღმდეგეს, თუნდაც ავიღოთ ფეხის ჩარტყმა ნებისმიერ სათამაშო სიტუაციაში თვალში თითის სტაკება ესე ცოტა უპირო თამაში ძალიან კარგი სიტყვაა, ესე იგი ცხოვრებული ზალიკო გიგინეიშვილს მომადლოდით რომ ესეთი რამ მან ტერმინი შემოიღო. რაც სპორტულ ქცევას ცდება და რაგბის ცდება, ასეთი რამ ქმედება იქნება დასჭილი სრული წითელი ბარათით, არ აქვს მნიშვნელობა რა დარღვევა იყო. ეს კარგი დარტყმა იყო და კარგი შეტევა წამოიღო. ბოჭვაც კარგია და ვნახოთ ფეხი წნეხში დაარტყეს. ახ მოუწიათ გორელებს სიტუაციის განმოხდა და ვნახოთ სად დადგება ახლა მარიამ გოგუაძე სად მისცემს ნიშნულს მოედანი წესით ქუთაისის აიას უნდა მოეგოთ თან კარგად. ხო, ეხლა რა ლოგიკა დევს ამ 20 წუთიან წითელ ბარათში. მოგეხსენებათ რომ რამოდენიმე წელი უკვე მსოფლიო რაგბიმ ძალიან გაამკაცრა თავთან კონტაქტის ამბები. მოკლედ ეს იმიტომ რომ რაგბი კონტაქტური სპორტია და ბევრ ტრამვებს იწევდა. მოგრეთ შემდეგ პაუზაზე მოგახსენებთ, აი ქუთაისის აია ისევ შეტევაშია და რა კარგად ატანდა, თითქოს არ ელოდებოდა ფრუიძე. ფრუიძე არ ელოდებოდა თითქოს ამპას, თითქოს ჩარვენილი ქონდა უკვე. გარეთაც იყო ზოგადად კარგად შეუტიეს ქუთაისლებმა, მაგრამ საბოლოო ტექნიკურ მაწვევმა. აი ხა შეგვიძლია დაუბრუნდეთ წითელი ბარათის, კიდევ 20 წუთიანი წითელი ბარათის შემოღების ლოგიკას. როდესაც უკინდაც უნებლიე კონტაქტი იყო, ხელი შემოხვება იყო, მაგრამ თავში ხდებოდა კონტაქტი, მაინც იყო სრული წითელი ბარათი და გუნდები რჩებოდნენ მერე 14 კაცით და ეს დარჩენილი დრო და საკმაოდ დიდ სირთულეებს წარმოადგენდა. და შემდეგ ნუ რაგბის მსოფლიო რაგბიმ თქვა რომ ხო რაღაცა სამართლიანობა ჩვენს უნდა დავიცვათ და ნუ შემოიღეს აი ეს წესი რომ თავთან კონტაქტი მაინც იქნება სრულად ძალიან სიმკაცრეთ დასჭილი, მაგრამ ექნება ის უპირატესობა 15 კაცით გააგრძელებ 20 წუთის შემდეგ თამაშს. სწორედ ალუკა, იმიტომ რომ ზოგადად თუ გუნდი რჩება 14 კაცით, ხო, მოედანზე ძალიან დიდი სხვაობა არის. ნუ ეხლა თუ არ ჩავთვლით საქართველოს ჩემპიონატს, რადგან ჩვენ ორი ფინალი ვნახეთ ბოლო 3 წელიწადში, სადაც 14 კაციანმა გუნდმა მოახერხა და მოიპოვა ჩემპიონობა ფინალურ მატჩში.
კაი. დაწინაურდა ქუთაისის აია თამაში. პირველი ქულები მახარეიშვილს ჩაეწერა, მე-10 წუთი დაიწყო ამასობაში. ის სეზონში. აქ ნინიძემ განაახლა ბურთი თამაში. რა კარგია ტუნინდაო, სად მოხსნა ეს ბურთი? კარგად წაიკითხა. აი ეს ადგილი რაო, კარგი შეჯახება მორკინალებისგან. და აკარგინეს საბოლოოდ ბურთი, კარგად ამოგლიჯეს. ანუ შიგნიდან იყო დარტყმული. ნახოთ აბა თუ შემოაგდებს, არა. ხო, ტუნინდაო სხვადასხვა უნდა აღვნიშნოთ, რომ წინა სეზონში ფულბეკის პოზიციაზე გვევლინებოდა, ხშირად ნიკა ბიწაძე იყო ხოლმე ფთის მოთამაშე და ის თქვათ მოჩანს როტაციას. აქ ახლა კარგად აიღო, კი ვთქვით, მაგრამ არც ერთი ქუთაისელი არ ახდა ამ ბურთზე. ესეც უნდა ვთქვა, შეიძლება ჰაეშრი იყო, აღარ გარისკეს რო ჯარიმა არა იყო. და აღვნიშნოთ, რომ ნინიძის დარტყმაც კარგი იყო. კი, ნამდვილად. და კიდევ ერთი დერეფანი გორის მოთამაშის შესრულებით ვნახოთ. ერთი მომატყუებელი მანევრი და ბოლო კაცზე, სადაც ახდნენ ასევე ქუთაისელები ბურთი გავიდა ნინიძე, მაღალი და მისწრებადია, წესდა არა. კარგი დარტყმარი. და იქ ვერ აიღო, კარგად და ისევ ორმაგი ტექნიკური წუნი. ხო, გარისკა ზვიადაძემ, თუმცა წინ თამაშის უპირატესობა აქვს, მე რამდენად მახსოვს გორილებ და ამით არ იქნება ძალიან გრძელი თუ კარგად მოიგერიეს ფეხი ქუთაისელებმა. ვნახოთ. ჯერ ვერ არ გამიგია რომ შოთას დაემთავრებინოს. არა მგონი აქ დაამთავროს. ჯერ არ დაუმთავრებია. აი თუ ეს კარგი. არა. და სწორიც არის, ეხლა ავხსნით რატომ თქვენ კი, თქვენ უკვე კარგად მოგეხსენებათ რომ შერკინების უპირატესობა ძალიან მოკლეა, მაგრამ მოკლე არის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კარგად განმოხტავს სიტუაციას. აქ კარგი ფეხი ვერ გამოუვიდათ ქუთაისელებს და დაუბრუნა შოთა თევზაძემ. მე-11 წუთის მიწურული 3-ით 0-3 უფრო სწორედ აია არის წინ. ხო, წინა შერკინებაში თითქოს გორმა დაძრა ქუთაისაია, ვნახოთ ახლა ვინ იქნება უკეთესი. არ გამოურიცხოთ რომ აი ამ სწრაფგატანაზე იზრუნოს და პირდაპირ გივი კაშიას დაარტყმევინოს. საინტერესო ადგილები აქვს ჩერჩეული უკან ყობესთან. შრომელ ხალხს რომ გაერთონ ამ კი ბატონო. ცხელ დღეს. მაგრამ უკან ის რა ქვია, დიდი ხანია შენდება ის. შენებულა და ხო, აქ შერკინება გადაეწყობა მცირე გაუგებრობა საჯირის და მოთამაშეებს შორის კომუნიკაციაში. ახლა ნახოთ როგორ მოეწყობა ჩვენი შერკინება. მოხრა. შეკურა. შერკინება. ჯობნის გორი ჯობნის აშკარად. შერკინებაში მეტოქეზა დამსახურებული ჯარიმა. მასპინძელ გუნდს, აი პირველივე შერკინებაში თითქოს აგზნობინეს ბიძგი. აბა თუ როგორც მე ვთქვი, ლუკა სწრაფგატანაზე უნდა ეზრუნვა. სავარაუდოდ, იმიტომ რომ რამოდენიმე წამი კიდე ქონდა, აი ეს სანამ დაუშლინენ გორელები შერკინებას. შეიძლება ვერ გაიტანეს ბურთი და ნახოთ აბა ყველაზე რეალური შანსი დღევანდელ მატჩში ლელოს გატანისა, თუ მახარეიშვილი იყო პირველი ჯარიმის და ქულების ავტორი. წლევანდელ სეზონში ვნახოთ აბა თუ იხილოთ პირველ ლელოს. ორი სახასიათოა თუ მოლიდან იქნება ეს. გორი უკან. კარგია. აი ესე დაიცავით დერეფანი. სრული დერეფანი მოაწყვეს გორელებმა, მოლი ჩამოყალიბდა, ქუთაისელებმა იყო ჩაღეს დაცვაში სხვათა შორის. ძალიან, მაგრამ იცვალეს ღერები და საიდან შუიდან იყო გამოსული. მე ესე დავინახე ყოველ შემთხვევაში საბოლოო ჯამში გამოვიდა ბურთი, ნინიძე თვითონ მოუწია წნეხში წინ წასვლა და გადაყრაც ჩქარია. მარჯვენა ფლანგზე, მაგრამ ეს ძალიან შეანელებს გორელების შეტევას, ცოტა გაუგებრობა. მაგრამ მაინც აი ბოლო წელს მაინც აკრიფა ჭხარკავამ და კარგი კონტაქტი შემოგთავაზა, ბურდული, რომელიც ყაზბეგიდან დაემატა. გორს
ტატულაშვილი თვითონვე წავიდა განდაგან ხო აი ესეთ რა თქმა უნდა იკითხებოდა უკვე ეს რადგან ყოველ კონტაქტში დაცვიდან ჯობდა აი აშკარად მეტოქეს უკან წამოიყვანეს მოლიც კარგად დაიცვეს და საბოლოოდ დამსახურებული ჯარიმა მიიღეს მამაქალაქელებმა და კიდეზე გადმოვიდნენ ქუთაისის აიას მორაგბეები. ორი პირველი კაცი აქ. ლევონ დათმე. აკითხობა ვიღაცას ექიმის კურდალობა დასჭირდა. მოდით მე დრო უნდა ჩავთო, ადგატრავო. აკეთ გიორგი ნემსაძე. მოდით ბიჭებს. ექიმი გავიდა, წყალი გავიდა. ჩაერთო და გრძელდება ჩვენი მატჩი ჭუმბურიძე. მოაწვის ბურთერეფანში ლაღაძე ორი ხელით კარგი ბიძგია აიასგან. აი აქ ერთი გაჩერება იქნება და აიძახა კიდევაც ჩოთამ. ისევ მიდიან. წავიდა წინა ეხა უკვე თვითონ წავიდნენ ხუთლები ქვევით რა თქმა უნდა. მაგრამ კაი პლასტამი დაიწყეს შეტევის აქედან შეიძლება სუხერით ითამაშონ სხვათა შორის. კი ბატონო ქიმუცაძე კარგი დაცვა დოლიძე კაშია ხარეიშვილი ძელი გადაცემა და რა პასი გადაატარა კოხოძემ შვენიერი გადაცემა და გარბის კოხოძე სპეციალისტია ესეთი პასების და კლონტი და როგორი შეტევა ქუთაისაიას არ უნდა გააჩერონ ეს ბურთი ნოდარ დოლიძე სწრაფად გააქვს მახარეიშვილი ფრუიძე ძელი გადაცემა და ჩაკვეძინა და სეზონის ულამაზესი ლელო პირველი ვიხილეთ შვენიერი შეტევა ქუთაისის აიასგან ტრადიციული ესე ვთქვათ ხაზის მოთამაშეებზე აწყობილი მოლიდან შვენიერი უპირატესობა შექმნეს მოიგეს დაახლოებით 15-20 მეტრი ქუთაისლებმა და შემდეგ კარგი ბურთაობა აი ეს ხო აი აქ მეც მომეჩვენა თითქოს და ეხლა ხალხო გეტყვით რა ჯერ მიიღონ გადაწყვეტილება მაინც ამათი მასწავლებელი ვარ და არ მინდა მე მოვლენებს გავასწრო წინასწარ ხო დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რაგბის კავშირს და რაგბი ტივის ბიჭებს რომ ის შესაძლებლობა გვაქვს რომ თუ რაიმე ისეთი ცოცხლად ვერ დავინახეთ მე გქონდეს გადამაწყვეტების საშუალება ხო, სწორედ ეს იყო რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში მოგვეჩვენა რომ ეს წინ გადაცემა იყო, მაგრამ ეს ძალიან რთულია, ცოცხლად აიღო. არც უნდა აიღო, როცა ვიდეო რეფერი ხო, თუ ეხლა ვიდეო რეფერი რომ არ ყოფილიყო, ეს ლეგო საბაროდოდ ჩაითვლებოდა და ვერც გამყუნებდა ვერავინ. თან ესეთი გაჭრილი ხაზია, ერთ-ერთი მსაჯი ვერ დაეწევა ესეთ ბურთს და მაგის იმზე არ ქონდეს არავის. აი რას ვიზავთ? რა თქმა უნდა, ასემილია არ დავეთანხმო. შოთა თევზაძეს და შერკინება ექნება გორის გორს. კი ბატონო. არა და კარგი ლამაზი შეტევა იყო. ძალიან ლამაზი შეტევა იყო, აი ულამაზეს სტადობდა. თუმცა მაინც ანახავთ ხომ მაინც კარგი იყო. კი, ესე შეუძლია ქართულს რომ ასეთი ლამაზი შეტევა განავითარონ. ამიტომ ეს უკვე სასიხარულო ფაქტია. და ამას ყველაზე ხშირად ქუთაისის აიას გამხედავდა ნივეს ამბმად ესეთ თამაშს. მაგრამ ორიგი შერკინება ახლა დარწმუნებული ვარ გორელები ეცდებიან რომ მოიპოვონ ისევ ჯარიმა, რადგან მეტოქის შერკინების დროს მეტოქის 22-ში დააჯარიმეს. ქუთაისის აია ვნახოთ
რა შეცვლიდა, რა შეცვალა შეკინებაში ქუთაისის აი ამ. ნუ რეზი ბროძელი ბურთით, რომელიც ასპინძის ტაოში ირჯებოდა გასულ სეზონში. კარგად გამოიყურება თითქოს შეკინება. სტაბილურობა ნორმალური იყო, იქეთ ხარეს შეგორებამდე ორივე ჩავარდა. სავარაუდოდ თეთრი გაცრიალდა. უბრალოდ თეთრები ცოტა ახლოს დაალოდა. ხო, ფეხების ახლოს დაალაგებისკენ მოუწოდა. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა 3 ნომერს პური ჭამეშვილს და გუნდის კაპიტანს პეტრე ჯინჯარაძეს. განმეორებით. შესვლის მერე დგავა ქა ქანაობა აღარ მაბამ. აქეთ ხარეს ნორმალური. გაიწელა ცოტა ეპიზოდი. მოხრა! შეკურა! ხო, ბევრი მოთამაშე აკლია ხა ასაც გიორგი ბაბუნაშვილი, ირაკლი სიმსივე, წამყვანი მოთამაშეები, აქ ისევ ჩავარდა შეკინება, მაგრამ არა. როგორც ჩანს, პურჭამეშვილი რაჯარიმდა აჯობა პეტრე ჯინჯარაძემ, აქედანაც ჩანდა რომ მიწაზე ის იყო. კი, ჯერ ფოგორის მორაგდა იწვა ძირს ხო, თუმცა ხო, აჯობა და ეს აპასუხოთ. რას იზავს ნეტა ქუთაისის აი? კუთხე არის და დაატყამენ დერეფანში. ანუ კიდე თან ზედა. ნახეთ რომ წინაზე ისეთ კარგი ბიძგი მიცეს მოლში. აბა, აქედან შევამოწმოთ. კი, ხელი დაამოკლა, ეგ თუ ხედავთ სანმა ნომერმა და გაუძლო წმეხს. აი აქ არის პირველი კაცი გორი. აქ არის აი. 6 კაცი დერეფანში. აქ ორი ხელი შეიკრა მოლი, მოექცა ჭუმბურიძე მოლის ბოლოში. კარგად დაიცვა მაინც გორმა ამ შემთხვევაში, მაგრამ გამოვიდა ბურთი კაშია, თვითონ წავიდა, მივიდა ნინიძიზე, ჯანზეა ეს ბიჭი ამუშავებს ფეხებს. ბურთი ინარჩუნებს ქუთაისის აია, სწრაფად უნდა გაიტანონ და იქ გორმა თან წესებიც უნდა დაიცვან, წითელ ზონაში მიმდინარეობს თამაში, როგორც სწრაფად გააქვთ ქუთაისელებს ბურთი თუ დააკვირდები. კი ბატონო, უნდა გავსულიყო მალე აშკარად. და თამაშგარის უპირატესობაც აქვთ. და რო გაჩერდა. ხო, თვითონ აბა, ხო. მეგონი ქიმუცაძეს სეზონის პირველი ლელო. შოთი. ორდინის გადაწყვეტილება არის ლელო. კი ბატონო. ჩემგან ჩანდა რომ გადამყრელის და ბურთის ამოღების ბრძოლის შედეგად შევიდა ბურთიანი ჩათვლის მოედანში. ორდინის გადაწყვეტილება ანუ ბურთზე არის შავი მოთამაშე მოთამაშეს მიაცავს შეგიძლიათ ხო? ანუ სწორად დავინახე. ანუ შემიძლია დავჩემ ორდინის გადაწყვეტილებაზე. კი ბატონო ლელოა რა თქმა უნდა დინამიკა იყო და ერთ მოძრაობაში მოხდა ეს ყველაფერი პირველი ლელო გიორგი ქიმუცაძეს წლევანდელ სეზონში 8-0 აიას უპირატესობა გაიზარდა. კარგი შეტევა იყო მოლი, შემდეგ კაშიამ მაგარი უპირატესობა გააკეთა, უნდა აღნიშნოთ, გამართული მივიდა მასე ნინიძე და ახალგაზრდა მორაგბის ჯანმა იმძლავრა ესე ვთქვათ. იმ მომენტში და საბოლოოდ ქიმუცაძე ხდება პირველ ლელოს ავტორი წლევანდელ სეზონში, არა მარტო დღევანდელ მატჩში. მაღარეიშვილი რა თქმა უნდა ზუსტია იონი პოზიციიდან და მე 20 წუთისთვის 10-0 ვიცე ჩემპიონი კარგად იწყებს. ნინიძე კი მეორე შეიყვანს ბურთს თამაში.
ნინიძე ამჯერად ვეღარ მოახერხა ტუნინდა უმბურთის აღება, მაგრამ არც უდანაკლები რამ მოახერხა იქ. კი ბატონო, აქ ნასია. ასე ვთქვათ, ახალგაზრდულმა სისხლმა. ხო, მაგრამ აღარ გააგრძელა ეს. სამაგეროდ ჯარიმა დაიმსახურა გორმა და არა მაგალითად 17 მეტრში, არამედ ჯარიმა მიიღო 15 მეტრიანზე დაარტყამენ კარში. ო, კი, შეიძლება პატივცემული ბართლომი ხამაშურიძე იძახდნენ წინ თამაში იყო გორზე, მაგრამ არ იყო. შეგვიძლია ვთქვათ, კარგად ნათლად გამოჩნდა აქ და მშვენიერი მომენტი. ჯარიმა კი დაიმსახურა ლუკან არსია, მის რომ არ მიცა გორს სწრაფად შემოგდების საშუალება და ბურთზე მიარტყა ფეხი. ნინიძე შვენიერია და პირველი ქულები გორს უმაღლეს ლიგაში 3-10 მარცხდება გორი 22 წუთისთვის ნახოთ. მახარეიშვილი ახლა განაახლებს ბურთს თამაში. ხო, ცოტა ხშირად გვაქვს ხოლმე ესე და ხშირი გაჩერებებია, მაგალითად ერეფანში გვიან მოწყობა შერკინებაში. ვფიქრობ ეს სეზონის განმავლობაში უფრო და უფრო აჩქარდება ესე ვთქვათ და უკეთეს პროდუქტს მივიღებთ. ბროძელი გამოდის საბოლოოდ ფეხით. ზუიადაძე ახალგაზრდა ფთის მოთამაშე ფეხით გადაიკიდა, მიყვება მახარეიშვილი, მაგრამ ადგილზეა ბროძელი. სწრაფად გაათამაშა. აბრაგანი, რომელიც კარგი დარტყმნა, მაგრამ პირდაპირ კიდეც გადადის მე მგონი კი და გადავიდა თან 22-ს გარეთ, ამიტომ იქნება დარტყმის ადგილის გასწვრივ. შეხება იყო ბიჭები, აღარ არის თან. ხო, როგორც ჩანს, მესამე პირი შეეხო. ამიტომაც აღარ იქნება სწრაფად შემოგდების საშუალება. ქუთაისის აია ჭუმბურიძე ბურთით. ერთი ნაბიჯი გორი უკან რა. აი წამოიღო ეს დერეფანი გორმა უკან იყო თამაში გაგრძელდეს ნინიძე არა სამუშაო ფეხით მოუწია დარტყმა და შვენიურად გააკეთა ეს ყველაფერი გამოცილმა ნინიძე მაგრამ ესე ჩეტანილი იყო როგორც ჩანს იმიტომ რომ დერეფანი იყო 22-ს გარეთ და მე შევიდა პასი შეიტანეს და არ მოხდა რა არც ბუჭვა ესე ვთქვათ არც რაკი არ ჩამოყალიბებულა მოკლედ და სწორი გადაწყვეტილება მიიღეს საჭებმა. 25 წუთის მიწურულს. ერთი კაცი გავიდა. კიდევ ერთი დერეფანი აქვს სახიფათო ზონაში, წითელ ზონაში ქუთაისის აიას. ასიაზე ორი ხელი მოიგეს. კარგად შეკრეს ქუთაისლებმა მოლი, ჭუმბურიძე მოექცა მოლის ბოლოში. მაგრამ კარგად იცავს თავს, აღარ უნდა გადავიდეს ხუთცილავა. მაგრამ მაინც აწვევია. აქვე პოულობს დოლიძე ბურთს თვითონ. კი ბატონო, თვითონვე წავიდნენ. თავიდან ყვითელი წავიდა და მერე დაწნენი ეს ჯარიმაც კანონერზე თავდასხმა და სწრაფად გათამაშებული ბურთი ლელო. კი ბატონო, აქ დოლიძე. იყო ჩაღა დოლიძემ ძალიან. იხეირა მოწინააღმდეგის უყურადღებობით თან არ ვიცი მე იგორელებს რა უნდათ, რა ვიცი, ორი კაცი არ ყვევდა უკვე ბურთი
ხო, ხურცელას მოქმედება იყო დაგვიანებული ძალიან, რადგან ბურთი აშკარად ჩანდა და მე დიდი ხნის მერე ახტება. აქ თავიდან ყვითლები წავიდნენ, ეს ორდან დაგვიანებული კადრია. ხო, ბურთი არის, აქ 19 ხეს უშლის შემდეგ. და მე კიდე ეს კი რა თქმა უნდა, წესის დარღვევა და ჭკვიანურად ითამაშა დოლიძემ აქ. კი ბატონო და მეორე ლევო. ნუ და დოლიძე შესრულებით. ნუ ახალეშვილი ეცდება რომ 14 ქულამდე გაზარდოს. ვაუ, პა. ნუ ახალეშვილი ზუსტია 17-ით 3 აია სასარგებლოდ. სეზონის გახსნით მატჩი. როგაჩერდა თანომერია დამტრეული. იზა. არა მე ჩერცაკეს მოვაკეთე. ვიჩვენ ჩაწუნე, გარემო ფერია და ამას გარეშე. შეიძლება იქნებ და ახტები. მე რაფაც ამას გარეშე შემოვიდა. წყლის შეშონება არ ქონია, ხო ჯერ? სოსო მე ვერ დავინახე. არა, მაგრამ როგორც ჩანს, ტრავმებია და დაიწყება მალე. ო შვენიერი ხედი იყო. ახტება, თო გაუგებრობაა და აქ ცუდად არის, კაშია როგორც ჩანს. ჩაი თოდრო. ადრიარა ბიჭები. ნინიძე, განაახლა ბურთი. თამაში ისევ აი იგივე სცენარი ტუნინდაო მიყვება, მაგრამ აქ შეცდომას მეგონი უკან იყო როგორც ჩანს. კი ბატონო. და საბოლოოდ გორმა მოიპოვა აქ ბურთი, ჩაუჯდა ბურთზე, ჭღარკავა, აქ უნდა განთავისუფლოს დოლიძემ ბურთი. როგორც ჩანს არ მალავდა ბურთს, დგებოდა და მიიღო გაფრთხილება პროძემმა შოთათებდისგან. რას მოიფიქრებენ, ხო არ ჯობდა რომ კარში დაერტყათ ისევ ანდროიდთვის. საკუთარ პირველ კი, კარშის მიუთით ეს. მე თითქოს გოგოლიძის ხელი დავინახე რომ დირექტორისკენ მიუთით, ამიტომაც გაცრავოთ. კარგად და ბურთზე მოკლედ სუ ბურთზე იყო ესე ვთქვათ. აქ ნინიძეს შანსი. ნუ 11 ქულამდე დაიყვანო სხვაობა. ნინიძის დარტყმა ზუსტია და 6-17. ხო, 21 წუთისთვის. ასეთი გამოცდილი მოთამაშის ყველა გუნდში ზოგადად ძალიან დიდი ფუფუნებაა. მახარეიშვილი. და შეცდომა აქ გორელევის მხრიდან ვერ მიიღეს პირველი ბურთი. ინალიშვილი კარგად დაუტოვა პროძელმა ბურთი, თუ შეინახავს ამრაკს და შეინახა კიდევ ოჯგორმა პროძელი მორკინალებს დაარტყმევინებს ახლა. გამართული მივიდა კონტაქტზე კურიჭამიაშვილი და რა თქმა უნდა არ გაუჭირდა მისი შეჩერება. საბოლოოდ ნინიძე გამოდის დერეფანში, თითქოს შეიძლებოდა რა სწრაფად თამაში, უკა რა სიტყვი. კი, მაგრამ ბურთის უფრო ადრე დაუტოვებია. ხაზე ხარ თქვენ, გორი, ძვირი.
ცრუმოლის შემდეგ გაბისონიამ გამოიტანა დოლიძე ზურგს უკან. ცუდი პასი იყო, მაგრამ დაიტოვა მაინც აიამ და კარგი წნეხია გორელებისგან. აღარ უნდა ითამაშოს დონაძე, რადგან ჩავარნელი იყო დოლიძე. კიმუცაძე ორი ერთხმაში მომზადებული თამაშგარის შესახელი იყო რა. კი, კუთაისელების მხრიდან დააგერ შოთამანს გააწია ხელი, მაგრამ ის სხვა ეპიზოდზეა. ხო, მეორე ეპიზოდზე უკვე ახარეიშვილი. გაცრავად. ფრუიძე წამოვიდა და ეხ ცალი ხელით ხედავ როგორ ეძებდა გაგრძელებას, ძალიან გამოცდილი. საფირმო ეს არის. ახანეგით გამოცდილი მურაგბია, შეუძლია ამის კეთება. არაერთხელ შემოუთავაზებია ლამაზი მომენტი. ცალი ხელით ფრუიძე ფეხით შეიგორა, ძალიან კარგადაც კოხოძე მიარტყა ფეხი საბოლოოდ და უნდა დაბრუნდეს წესით ჯარიმის უპირატესობა. ხო, თუ გორელებმა დააარსა, აბა მოусმინოთ. ის გორისგან შევიდა და გადავიდა 15-იანი შეკინება. ხო, ინალიშულს მიურტყავს და 15-იანში შერკინების არჩევის საშუალებაც აქვს, რა თქმა უნდა. თამაშგარეში იყო მეორე. ბატონო, სამართლიანია ეს კი მიხეილ ორაგველიძე. მოთამაშე მწვრელი გორის შერკინების ესე ვთქვათ. აია ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა იმ საჩემპიონო პირველ ლიგაში მიხეილ ორაგველიძემ. გადამწყვეტი როლიც კი ითამაშა თავის გუნდის წარმატებაში. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი პირველ ტაიმში. აია ძმებო, სტაბილურობა რა შეკინებაში, სტაბილური. პური, ხელი კლავზე არა და არ ჩავარდი მაგლადაში. დიდი ყურადღებით. საინტერესო მომენტი. აბა 15-იანში შერკინება თითო ჯარიმა გაცვლილია შერკინებაში. კარგად გას კიმუცაძე ძალიან კარგად მუშაობდა და ის კორპუსით გაიტანა დოლიძე და წინ თამაში. და აქ როგორც ჩანს ვერ აიღო ბურთი დოლიძემ. არა, ეგ ორივე. შეკინება გორის აი აქ 33-ია გასული, 7 რა. აქ არის თუ რა, მოგეკიდა სურკი. აი ასე ვიტყვი. აი. ხო, აქ ბათუმელთა წარმომადგენლებით. აი ეს განმეორებით უფრო ახლოდან. აქ არის. კი, ეს წინ თამაშად ითვლება. მოკიდა ბურცელი და კარგი კონტროლი. აბილურობა შეკინება კაი იყო წნეხში ორივე მაგლაშვედი თემოდა დავინახავ რა არავინ არ გიმალავს მაიკა მოხრა აქ ტრადიციული კომუნიკაცია და პირველ ხაზელებს შორის ცოტა დაიღალნენ სავარაუდოდ თუმცა შეიძლება სეზონის პირველი მატჩია ხოდის რაღაც გაუგებრობა იყო ეხლა კი ბატონო ეგრე იყო არასტაბილური იყო რა ნუ საკმაოდ არის უშემატკივარი ბევრი ცნობილი სახეც გამოჩნდა ოტია გიორგაძე ქუთაისის აიას აღზრდილი მორაგბე მრავალი კების ავტორი ეროვნულ ნაკრებში როგორც ყველა შეკინება იყო აქამდე ისე ხო, აქ დაზიანება პეტრე ჯინჭარაძეს, სხვადასხვა გასულ სეზონში ბევრი გაუწდა პეტრეს და მისი არ ყოფნა დიდი როლი ითამაშა ქუთაისის აიას რიგებში, ახლა უკვე სრულ სამსადისია გუნდის კაპიტანი. ჩაიწოდრო 35 არის გასული შერკინება გოლი. აი აქ არის ნიშანი. უკერები მოდით. მოვეწყოთ. ყურადღებით, მე სტაბილურობა რა. წნეხში დაბლა დარჩი.
ჩვენი ახალგაზრდა თანამსაჯები გიგი ერემაშვილი და მარიამ გოგუაძე ბაჩვენის რაგბი ტივის ბიჭებმა და შერკინება სადაც 15 მეტრიანში გორი ჩიკაგოელი ბროძელი ბურთი შეგორდა შერკინებაში კარგი შერკინება იყო ჟორჟოლიანი ხო ისე სხვადასხვის არაერთ მწვრთნელს უთქვამს რომ აი ნოტარდოლი როდესაც ყავს ხანოვის პოზიციაზე უიმე სადაკარგეს ბურთი გორის ჭიქებმა ძალიან საფათო შეტევას შექმნეს არ უნდა დააგდო შეტევის ტემპი ჯიუტა ქიმუცაძე წამოვიდა რა კარგად და გაიარა ქიმუცაძე უნდა აუნიშოთ რომ ძალიან კარგ ფორმაშია და როგორ გაიარა და ცხაზი ეს ხო შეცა დაუშვებს შეცდომას საკუთარ მეტრიაში დიწნეხში ხარ და ძალიან გაგიჭირდება თავის დაცვა. ქუთაისის აია უკვე საგრძნობად დიდი ანგარიშით ამარცხებს მეტოქეს. ხო, ნოტარდოლიძე საუბრობდი და ბევრ მწვრთნელს უთქვამს რომ ნოტარდოლიძისნაირი 19 მეტრიცა ყავს, ესე ვთქვათ, მოედანზე. უფრო წყნარად ხარ? ნარადზე არა, ჩათვალეო რომ მე-4 მე-3 ხაზელი ყავსო, იმდენად კარგი და ესე ვთქვათ აგრესიულია დაცვაში და ბევრ ბუძე ჯდება და მოკლედ ძალიან მებრძოლი ბიჭი არის. აქ გორელთა მარკაფა. დავთ ნახოთ რა შეცვლის მეორე ტაიმში ლევონ დათუნაშვილი გორელთა რიგებში. შეცდომა ძალიან ისეთი გაუგებრობა და ასიც ისეთი იყო გაშვებული არა ძალიან მაგარი და აქ ასევე უნდა ვინც მსაჯები ხართ დააკვირდით შოთას მოძრაობებს თუ სად ჭკვიანურად იმოძრავა რომ სად დახვდა მე როცა ეგო ითვლებოდა კი ბატონო კი ჩავიწერ ნინიძე განაახლა მოვრიგჯერ ამ ტაიმში განაახლა დაწყებები ძალიან კარგი აქვს და აქ ფაზგან ტუნინდა უზგან გადავ ხო ისევ შეცდნენ აქ აიელები მიღებისას პეტრე კარგად დგას გაუსწორდით რა აბა მიიღო შანსი გორმა ტაიმის ბოლოს მაინც რომ გაქვითოს ქულები აქ ორი ხელი ბურდული ხურცილავა მოექცა მოლის ბოლოში კარგად გამოიყურება ეს მოლი მაგრამ ჯერჯერობით კაკ მოწდა გაიქცა კიდევაც და რა ბოჭოს აკეთებს აქ ზვიადაძე გადამწყვეტს აი ახლა თვითონ ქუთაისელები რომ წესი არ დაარღვიონ და მოვარდა ბურთი მაგრამ ძელდება ისევ გორის ჭიქებს აუ ნარსია მაგრად მუშაობს და აკვირდით აქ ბროძელი თვითონ დააქნია წავიდა დატოვა კიდევაც მე მგონი არა როგორც ჩანს შეახო თავი მაგრამ ჯარიმის უპირატესობით სარგებლობდნენ გორელები ხო აქ უკვე ალბათ ლელოზე უნდა ითამაშონ ან კიდეზე ან შერკინება მოიწვონ თუ დარწმუნებულები არიან შერკინებაში სავარაუდოდ როგორც ჭკვიანურად ამოაგდო არა ბურთი ნუ ამას ახლა ვინ დაინახავდა ესეთი არა დაინახა ქება და ქება მარიამ გოგუაძეს აწია დერეფანი ხო კი და შეგიძლია მოინიშნო ახლა მან რაღაცებს როწე ჭარკავა ორი ხელი კარგი მოლია ხურცილავა აკონტროლებს წინ ღერძი იცვალა გორის კარგად წავიდა გორი და მე მგონი მომწიფდა სად არის ბურთი და გადადო აიც გადადო სერგი ჩხაიძე მოკლედ ტრადიციული აღნიშვნა მისი როგორ ჭკვიანურად იმოქმედა სერგიმ მორკინალივით ესე ვთქვათ კვაჭივით და გორელთა პირველი ლელო უმაღლეს ლიგაში ახარებული რა თქმა უნდა სამშობლო შტაბი გორის. ო სავარაუდოდ ნინიძე გაიყვანს ბოლომდე დროს.
დეტყვი მაშინ წესში გოსა გავა და სივითარ მოგები. ბოლომდე ამოწურვა შეუძლია. 20 წამი დაგჭირდა. აბა ნინიძე რა თქმა უნდა გაიყვანს გამოსტილი მორაგბემ ტაიმს და ასე დასრულდება პირველი 20-40 წუთი და მშვენიერია 13-24 საბრძოლო ანგარიშზე გავდივართ შესვენებაზე შევისვენოთ მოთამაშეებთან ერთად და დაგიბრუნებით ისე საკმაოდ საინტერესო თამაში მიმდინარეობს. დროები დარჩით ჩვენთან.
დაგიბრუნდით ძვირფასო ტელემაყურებლებო 2025 წლების გათამაშების ჩვენს გახსნით მატჩი გორი მარცხდება დებიუტანტი გორი მარცხდება საკუთარ კედლებში ვიცე ჩემპიონ ქუთაისის აიასთან 13-ით 24 საინტერესო მოქმედებები ვიხილეთ პირველ ტაიმში გატანილობები ჯარიმები კარგი მომენტები მაგრამ უნდა ვთქვათ რომ ჯერჯერობით სეზონის სტარტისთვის სისტრაფეები არ არის იმდენად მაღალი, შეთამაშება ჭირდებათ რა თქმა უნდა მოთამაშეებს, გოლს განსაკუთრებით რადგან ნახევარი გუნდი თითქოს გამოიცვალა და ბევრი ახალი სახეა გუნდში პირველ ლიგაში გამარჯვების შემდეგ, ქუთაისის აიაში უნდა ვთქვა რომ გაცილებით უკეთესია. ვიდრე გორის გორია დღევანდელ მატჩში და არც არის ეს გასაკვირი რადგან ხელა ისტორია აქვს ამ კლუბს და ზოგადად როგორი გამორჩეული სკოლა აქვს ანა ტათიაშვილი ერთ-ერთი ახალგაზრდა მშვენიერი მსაჯი და აღნიშნოთ და ამუკან ნინიძე განაახლებს რომელიც ძალიან კარგად უყამდა ფეხს კარის მიმართულებით ესე გამარჯობა. განაახლეს თამაში გორის ჯიქებმა მაღალი დარტყმული ბურთით მზად არიან ქუთაისელებმა კარგად მიიღეს პირველი მიღება და რაკში გადასული თამაში სავარაუდოდ ფეხით არა ჯერ ერთი დარტყმის განხორციელება მოუწიეთ და ეხლა გავლენ სავარაუდოდ ფეხით მაგრამ არიან 22 მეტრიანს გარეთ რაც იმას მიუთითებს რომ პირდაპირ კიდეზე არ უნდა დაარტყან. ხო, უნდა გამოყო აუცილებლად და გიორგი ქიმუცაძის თამაში რომელმაც დუბლი გაიფორმა პირველ ტაიმში ძალიან კარგი იყო მიზალებებში ღია თამაში ქიმუცაძე და ვფიქრობ ეს ჩემი აზრი არის არავის თავს არ ვახვევ ვის იმსახურებს ეს ქართულ ფრანჩიზაში თამაშის საშუალებას აქ როგორ მოიპარა ბურთი ბიწაძემ ძალიან გამოცდილია მოიხსენებათ მრავალი წელი თამაშობდა ყოჩებში გორის ჯიქში ადრე ესე ვთქვათ იმ საჩემპიონო ჯიქების ერთ-ერთი მოთამაშე იყო თავარი ცხია აიძე და ურა კარგად ავიდა აქ კაშია იყო აქ სერგი ჩხაიძემ გადაიჭი და თან გაუმართლა კიდევაც მას ბურთი საბოლოო ჯამში გორს დარჩა ორმაგი წინ თამაში. კი ბატონო აქტიურად დაიწყო გამწვავებებით ესე ვთქვათ თამაში და კარგი პლასტარმი მიიღო გორის გოლმა. ნუ ნახოთ შერკინებაში თავიდან თითქოს გორელთა უპირატესობით დაიწყო შეკინებები, მაგრამ მე დასტაბილურდა ესე ვთქვათ. მოხდა ცვლილებები როგორ ჩანს. ლუკა შენგელია შემოვიდა პეტრე ჯინჭარაძის ნაცვლად, როგორც ჩანს არ არის ჯერ ფორმაში პეტრე ჯინჭარაძე მაინც. ტრავმის შემდეგ. ნახოთ როგორ გაირჯება. ასევე საბა ინაშვილიშვილი შეცვლა გასულა და გიორგი ჯობავა. და გორი შეაგორებს შერკინებაში ბურთს, მეორე ტაიმის პირველი შერკინება 53 წუთით დაიწყო. შერკინება აქ და ჟოჟოლიმა გამოიტანა და დაიწყობა. კი ბატონო, გადაიწყობა შერკინება. აბა ვნახოთ თუ დადგება შერკინება გადაწყობის შემდეგ. აბა ვნახოთ პროძელი ბურთით. განმეორებითი შერკინება ისევ გორის გორი შეაგორებს. აქედან მხარეს მე მგონი მოთამაშეებს ეშველათ და ჩრდილმაც მოუწია, კარგად სწრაფად გაიტანეს და ჭკვიანურად აქვს კარგი შეტევის განხორციელების შანსი გორელებს და განხორციელეს კიდევაც სწრაფად უნდა გამოიტანონ ბურთი, კარგი გადაცემა, უკეთესი ამოგდება და მიყოლა საჭირო, ვერ ჩაჯდნენ ბურთზე ბურთი.
ხო, აქ და რაღაცე გვერდიდან შევიდა თითქოს მეც მომეჩვენა და მიიღო უპირატესობა გორის გორმა. ან შეიძლება რაკიც იყო, ბროძერი, გუსლი დაკეთებდა ამ ყველაფერს ნინიძე. ძალიან საინტერესო მომენტი. ხო, თითქოს სწორი მხრიდან არ ჩავიდა. რა უნდა იმედია გვექნება გამეორება და უფრო ნათლად გამოჩნდება. არ გადაგორებაც იყო თითქოს მანამდე. და კარები მიუთითეს. სწორიც არის რა თქმა უნდა, მხოლოდ 11 ხუა თუ არ ვთქვი სხვაობა და 8 ხუამდე შეიყვანენ. ნუ აქ როგორც ჩანს უპირატესობის ხელი გაიშვილა შოთამ სავარაუდოდ. და რაღაცას აკეთებდა ნინიძე. ნუ დაინახა ეთყობა გამოშვილი ხელი და გარისკა. კიმზიჯე მარადონა. ხო, სხვადასხვის ნინიძეც იყო მაშინ ბიძაძესთან ერთად ადრე გორის ჯიქში, როდესაც ჩემპიონები გახდნენ, აი მის შემდეგ დაიშალა გორის ჯიქი და გახდა გორის გორი. გორის გორი. ისტორია კარგად მახსოვს და თუ ვინმეს არ ახსოვს ისტორია შეუძლია გადახედოს სარაგბო წარსულს. კი ბატონო, ზუსტად 23 წელია ამ სპორტში ფუნქციონირებ. ჩემი პატარა ასაკის და მიუხედავად ჩემო ლუკა და მახარეიშვილი 8 ქულამდე შემცირდა სხვაობა და ძალიან იძაბება, ნახოთ, ვინ იქნება უკეთესი დასკვნით. 20 ის მომზადებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება დღევანდელ შეხვედრაში. სწრაფად ადიან ქუთაისლები, ბროძელი ადგილზეა სრულ მოძრაობა და განმოხდა სიტუაცია. ხო, 10 მეტრიან წყვეტილ ხაზთან ეკრიბათ ქუთაისელებს დერეფანი. აქ ჭუმბურიძე ისევ დერეფანში კარგად გამოიყურება აი შესაძლოა. ნუ ორივე გუნდი რაღაცა 1-2 დერეფანი თუ გაფუჭდა მხოლოდ. ხო, შოთა თევზაძეა მატჩის მთავარი მსაჯი გიგი გიორგი ერემაშვილი და მარიამ გოგუაძე. აქ ზურგს უკან ახლოში რა კარგად შეიყვანეს ნიკაღლონტი და ზუიადაძე თუ გაიტას თავის პირველ ელოს საგუმაღლეში და მშვენიერი გარღვევა ქუთაისლებისგან და როგორ სწრაფად უპასუხეს იმ გამშვებულ ქულას და რა მშვენიერი შეტევა შემოგთავაზეს. კი, ლამაზ ველოდადო ქუთაისის აია. კლასიკური შეცდომას დაიჭირეს მოწინააღმდეგე და კი კარგად გაათამაშეს. ხო, სხვადასხვა ეს შეტევა იყო, სადაც სერგი ჩხაიძემ ფინალში ჩაუჭრა ბურთი სწორედ გივიკაშიას და აი ამ შემთხვევაში კი მოახერხა ქუთაისაიამ და კარგად გამოიყენა ის სივრცეები, რაც დატოვეს გორელებმა და გაიტანეს მორიგილელო 29-16 საკმაოდ ალბათ ყველაზე რთული პოზიციიდან ურტყამს ახლა მახარეიშვილი. გარდასახვაც რაც კი ქონია ამ მატჩში. მაგრამ შეტევა ნამდვილად თვალსაჩინო იყო და თვალსაჩინო ქუთაისის აი ხშირად ყველაზე ხშირად თავაზობს ალბათ მსგავს შეტევებს ხელით ბურთაობას პირველი ფაზიდან ესე ვთქვათ ხშირად აქვს ესეთი შეტევები რაც ესე ვთქვათ ძალიან გვიყვარს ზოგადად რაგბის მოყვარულებს. და გარდასახვა კიდევ ორი ქულის დამატება შეუძლიათ ქუთაისელებს საკუთარი კარგია სხვადასხვა ამარისზე და გახადონ 21-16. ხო, სარეკლამო ბანერი ძალიან კარგია, მაგრამ თუ უფრო მეტი იქნება და მთლიან სტადიონზე იქნება გაშლილი, ასლაბარაკო. ამიტომ მოდით და დააყენეთ თქვენი რეკლამები ჩვენს სტადიონებზე, ხო. ეს განმეორებით მოგებული დერეფანი, გრძელი გადაცემა ახლოში შეიყვანილი იქ მომატყუებელი მანევრი, კარგი ხაზის გაჭრა და იქ მიიღოლაც ფანტასტიკური გადაცემაც. კარგი იყო და იქ ისრაფე აკრიფა და აი კარგად წავიდა პირდაპირ ძირისკენ უკვე. ხო, ალბათ შეიძლება კიდევაც ტურნირდაოს ამბოჭი შესრულება, მაგრამ რამდენად გააკავებდა ახლა უკვე სიჩქარეში წამოსულ მოწინააღმდეგეს მან ვერ გეტყვი, მაგრამ შანსი ექნებოდა. მაინც ბოჭაზე უნდა წავიდე ალბათ. ხო, ზოგადად ლეგიონერები რამდენადაც კარგები არიან, ესე ვთქვათ. საქართველოს შეტევაში იმდენად კარგად ვერ თამაშობენ დაცვაში. მაგრამ აკომპენსირებენ შეგვიძლია თქვა. მე რა თქმა უნდა ბატირ ერეგაზე არ მაქვს საუბარი, რომელიც ავწე ერთ-ერთი გამორჩეული მესამე ხაზელია და იმ ფინალში როდესაც მას გადაყარეს ესე თქვა და სადაც წითელი ვარათი მიიღო ბათუმა, როგორ გადარჩა მართლა არ ვიცი ყოჩახმის გამძლეობას მახარეიშვილი. და დააბრუნა ბურთი.
სერგი ჩხაიძე ადგილზეა. და კარგი ფინტი სერგისგან წამოვიდა განდაგან მეორე კაცაცა და ჯვარზე დაუტოვა ჯობავას ეს 7 კაცა ნაკრების მოთამაშეების კომბინაცია და სერგი ჩხაიძე ძალიან კარგი იყო აღნიშნულ შეტევაში ბროძელი. რა კონტაქტი. და გავდავა ესე თქვათ თანაქალაქელი. რა კარგი პასი სერგისგან. ბურთულია თუ არ ვთქვი გზელი გადაცემა ტუნინდა უცრო მოძრაობები რა კარგად უტევს გორი. როგორ გაალაღდა მათი თამაში. ხურცილავა ზურგს უკან ნინიძე აქ შეიძლებოდა ისევ სერგიზე თამაში. ორაგველიძე შემოვიდა ვეტერანი. შეიცვალა შეტევის მიმართულება ზურგს უკან ნინიძე. ხო, თითქოს ცოტა დაიკარგეს შეტევაში, ამ შემთხვევაში გორელები არა და რა კარგი იყო. რამდენიმე მონაკვეთი პაატა გავდავა 19 ნომრით ის ასევე ქუთაისაიას აღზრდილი არის და აღნიშნოთ გასულ სეზონში თამაშობდა წყალტუბოს დინოზავრებში, მანამდე არეშიც ირჯებოდა. ძალიან კარგი მესამე ხაზელია, ასაკობრივი ნაკრებები მოვლილი აქვს. თუ ფორმაშია, ერთ-ერთი გამორჩეულია. ყოველთვის ჭუმბურიძე. ორი ხელით, მაგრამ მოიპოვა ეს ბურთი და დაიტოვა. ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა ლაღაძე, გამორჩეული. და ჩავარდა კი ბატონო ნასია პირდაპირ მიწაზე წავიდა. ბურთის ვერ შეიძლება აჩვენა უფრო შოთამ, ნახოთ. ხო, მიწაზე მე მომეჩვენა თქოს რომ მიწაზე წავიდნენ, მაგრამ დაждდნენ როგორ ჩანს ბურთზე გორელები. და პირდაპირ 5 მეტრიანში შევიდა ნინიძე ეს აქვთ ეხა შანსი რომ კარგად თუ მოაწოდეს დერეფანი და მოლიც ააგორეს რომ რაღაცა წრეხი დაადონ ქუთაისელებს და კიდევ ერთი ლელო ამოქვითონ შეგახსენებთ ძვირფასო ტელემაყურებლებო რომ დიდი 10-ის გახსნა 2025-26 წლის გახსნითი მატჩია სადაც გორის სახში მასპინძლობს ქუთაისის აიას და ჯერჯერობით 15 გულიანი სხვაობით 16-32 მარცხდებიან. ეხლა კი მაქსიმალურად ახლოს არიან მისუმი მოწინააღმდეგის ლელოს ხასთან და აქვთ თავიანთი დერეფანი. პირველი ამოცანა მათი რომ დერეფანი მოიგონ. აქ ეთყობა ოპერატორის მოყვა ბოჭვაში და გაახსენდა. კარგი მოლი გორელებისგან მოდიან განდაგან აქვთ წინსვლა და სად ვიყურებით ლელოში კიდე ერთი ლელო გორელებისგან. გორელთა მოლი მაგრამ მუშაობს უნდა აღვნიშნოთ ხურცილავა გატანილი ლელოს ავტორი. კი ბატონო გორელები ჯერჯერობით თამაში არიან. 21-31. კარგი მოლი აქვს ხოთა შორის, რა თქმა უნდა. ლევონ დათუნაშვილი იმუშავებდა. ამ საქმის სპეციალისტია ნამდვილი ის. თვითონ ცხოვრება მოლში აქვს გატარებული ესე ვთქვათ. ნინიძე კი ეცდება რომ კიდე ორი ქულა დაუმატოს გორელთა მონაგარს. კი ბატონო ზუსტია როგორ 100%-იანი მაჩვენებელი აქვს არა ნინიძეს თუ არ ვწდები. 8 ქულამდე ისევ, მოკლედ არ უშვებს მაინც წინ. რა კარგი მოლი იყო აქ ჭყარკავას მიერ მოგებული, შემდეგ განდაგან წამოვიდნენ და საბოლოოდ ძალა აღმარცხნავს, ხო იცი, მოგიგია. როგორც შენ გიყვარს ხოლმე, იცი, კარგად მოგებული ორი ხელი და კარგი შეკუმულს ვერაფერი ვეღარ გააჩერებს და ასეც მოხდა. ახარეიშვილი კი განაახლებს ბურთს თამაში. ძალიან კარგი, არ მოვიწყენთ მატჩის ბოლომდე. აღალი დარტყმა. სწრაფად მიყვება კოხოძე, გალდავა, წამოვიდა განდაგან კონტაქტისთვის ემზადება აშკარად ისევ. მოიგო უპირატესობა. გადაიყარა. ხო, კარგად შემოვიდა გალდავა არა, უნდა აღვნიშნოთ და გელახ კელაძე, რომელიც ასევე ლელოდან დაიმატა გორმა, ახალგაზრდა მორაგბე ძალიან პერსპექტიული და შეცდომა. ხო, გორს ახლა მომენტუმი აქვს. აიას თითქოს არ გამოსდის ბევრი რამ და ამით უნდა ისარგებლონ ლევონ დათუნაშვილი შეგვირდებმა. აბა ვნახოთ. ხედავთ რომ ნაზარაშვილია შემოსული გორელთა რიგებში პირველ ხაზში, ასევე
ალიკო გიგაშვილი გამოჩნდა. ხო, აქ აიელები თავის არ უნდა ადნენ. ხო, თითქოს საჯის ხმა აღარ გვესმის ყურში და კარგი იქნება თუ დაგვიბრუნებენ საჯის ხმას. ადიცემულო ლევან. აქ რეზი ბროძელი. შოთა თევზაძე თქვენს ეკრანებზე. და კიდევ ვერ მოეწყო შერკინება და ეხლა რაღაც არ მოეწონა შოთას და გააფრთხილებს. სია გასაუბრება სამწუხაროდ არ გვესმის საჯის ხმა. სამწუხაროდ არ გვესმის საჯის ხმა და ნუ როგორა ქართულად. აბა ვნახოთ მესამე ჯერზე თუ მოიწყობა შეკინება. საკმაოდ აქტიურად კომაგობენ გორის გორს. ოიმე რა ფანტასტიკურად დადგა შერკინება. და რეზი რა კარგი იყო. ბიწაძე თვითონ წავიდა. შეინახავს საბოლოოდ ბურთი. გოლიძე ასევე ძალიან გამოსტილია. ნარსია. კარგი ბოჭვა. ნარსია ძალიან ბევრს მუშაობს ახალგაზრდა მორაგბე. ძალიან აქტიურია. გვახსოვს ჩვენი სოციალური ნაკრებიდან. გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე და კიდევ უწევს სხვადასხვა მას და აქ შეცდომა საბოლოოდ რომელიც დაუშვა აზარაშუმა ვერ აიღო ეს ბურთი და მორიგი შერკინება. ხო, ნარსიას კიდევ მოუწევს სხვადასხვა სოციალური მსოფლიო ჩემპიონატი და იმედია ჩემპიონობაც რომელიც საქართველოში გაიმართება მომავალ წელს და უსურვო წარმატება ჩვენს ნაკრებს. ორგი შეკინება ბოლო შეკინება ძალიან კარგი იყო. მიაწვა გოლი და გამოვარდა ბურთი ბროძელი. და თვითონ გადაიკიდა ვინ იქნება პირველი და ზვიადაძემ იყო ჩაღა ძალიან და ჩათვლის მოედან იქნება განახლება. მახარეიშვილი დაამშვიდებს ახლა ცოტა თამაშს. ხო, ზურაბ ხუციძე გამოჩნდა მოედანზე, ის გასულ სეზონში მთავარი 9 ნომერი იყო. აბა, ბიწაძე. წამოვიდა გუნდის კაპიტანი და არტყა თვითონ წავიდა კონტაქტზე. და როგორც ჩანს დაждნე ბურთზე. ქუთაისლები და მოიპოვეს ჯარიმა. და თითქოს ბოლო წუთებში გორელთა მომენტუმი იყო, მაგრამ აი ყოველ ჯერზე აი ამ დაიცვა თავი. ამასობაში ავად რეზი ბროძელი შეიცვლება და მის ლევან ხუციშვილი ჩაერთვება და თამაშის ამპული 9 ნომერია, ვნახოთ კი ბატონო რეზის მაგურად. კარგი მატჩი ჰქონდა რეზის ხოთაშორის. კარგი ფეხი უტყა მოედანში. ხო, გამორჩეული ხუჭია კარლი.
საკმაოდ ის მებრძოლი მოთამაშე არის ლეო შვილი. ანახან ცოტა ზედვეტის მოზდის ხოლმე, მაგრამ ვარ დიდაჩი არ მოუვა. გასვირან ფროიძე თვითონ წავიდა. გადაუარდა. თია მოგდება შეიძლებოდა აქ რა კარგად შედიოდა ბიწაძე ხუციშვილი. შეუნელდათ თამაში გორელებს ნაზარაშვილი. დაიტოვა ჟორჟოლიანმა რაკში ბურთი ხუციშვილი გაუტანა აქ ხელაძეს მაღალი ფეხი რომელიც გალდავაზე და ტუნიტაუზე იყო და კარგი ბოჭვა. ზოგადად იმათ კარგად იმოქმედა არ მიცა საშუალება გალდავას რომ ძიმი ბოჭვა გაეკეთებინა მისთვის. ჭია ესე ბიცაძე წამოვიდა თვითონ კარგი ამოგდება ხუციშვილზე და არჩა ფეხზე და მაინც მიდის წინ და ეხა ვეღარ ამოაგდო კარგად წინ გადაუვარდა. საბოლოოდ რა კარგი შეტევა იყო. კი ნამდვილად ჩანაფიქრი ძალიან კარგი იყო. ამასობაში 59 წუთამდე უკვე მივედით 23-ით 21 ქუთაისის აია არის 8 ქულით წინ. და ვნახოთ მოგეხსენებათ სეზონის გახსნით თამაშია და ჩვენი აზრები უკვე თქვით რომ აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ფიზ მომზადების დონესაც. გადანაწილებას ესე ვთქვათ. როგორც მე ფიზ მომზადების თვისებმა ამიხსნეს, აღდგენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად სწრაფად იღდგენს ორგანიზმი დაღლილობას. ახლა კი თუ არ ვწდები წყლის შესვენება გამოაცხადა შოთა თევზაძემ, ცოტა ტრავმატებიან ბიჭები და მერე გაგრძელდება ისე. რა კარგი იყო. კაიქ, კარგი ამოგდება შეიძლებოდა გალდავაზე. დააბრუნდება ახლა უკვე სათამაშო დროს და განახდება ჩვენი მატჩიც. შეეკინებით გაგრძელდება ჩვენი თამაში. მაკროჩენს მახარეიშვილი გავიდა, მისთან ვთქვათ თემურ ძოძუაშვილი ასევე 20 წლამდე ნაკრების მოთამაშე ჩაერთობა მატჩში 10 ნომრის პოზიციას დაიკავებს. ის შეაგორეს აიელემა და ხო ვერ მიესწრო კოხოძემ აქ თამაშობს ბიცაძე რა მოხდა? იქ დაამიცა მე მგონი ხო უკმი გახადა? რამე დარღვევას ხომ არ ქონდა ადგილი და ოპერაციობით ხوار თამაშობდა. რა უბურთოზე ბოჭვა სავარაუდოდ და ჯარიმა ერგება ქუთაისის აიას. ნინიძეზე. მედია გაგვიმეორებენ. ხო რა თქმა უნდა. საკმაოდ გვიან გაუკეთა ბოჭვა. ამკანიძემ. ვიზავის. უი კიდეზე აგდებენ ქუთაისელები. საინტერესოა. ხო, მახარეიშვილი აქ ვერ გადაიტანა ძოძუაშვილმა. შეცდომამ, ხო, მახარეიშვილი გავიდა და ესე ვთქვათ თავარი დამრტყმელი აღარ ყავთ მოედანზე. და შერკინებით გაგრძელდება ჩვენი თამაში.
მიაწვა გორი და ვერ მიიღეს. უბრალოდ როგორც ჩანს თვალწესების დაცვით ვერ აწვებოდა გორი და დარტყმის ადგილიდან იქნება. დერეფანი ქუთაისის აიას. ნა ხურცილავა დაისვენებს და მის ნაცვლად ტარიელ ბერუაშვილი ჩაერთვება თამაში. ხუციძე კაშია. სევხუციძე მორკინალები კარგი მიძალება. სევხუციძე და უკან იყო თამაში თითქოს გრძელდება. სევხუციძე და ფრუიძე რა კარგია გაწოვებდა პას გრძელდება შეტევა. ჭუმბურიძე არ გაატანა კოხოძეს. ყოა დაჟდაბურძე, მაგრამ აღარ უნდა ითამაშოს აქ ბიწაძე, სევხუციძე. ზურგს უკან, ფრუიძე, კარგი პასი კაშია არის სივრცე, აქ შეიძლებოდა პასი გაცემა გაბისონიაზე გაგზელებს აია შეტევას. მარჯვენა ფლანგზე გადმოიტანეს შეტევა, ცენტრში კიდევ ერთი დარტყმა განახორციელებს ყვითელმა ისორიან მამორაგბეებმა, ისევ მარჯვნის სწრაფი ბურთი უნდა გავიდეს. ბევრად ფრუიძე კარგად შევიდა შიგნით და კიდევ ერთი ლამაზი ლელო გააქვს ქუთაისის აიას. სხვათა შორის ბევრი შეტევა გადააბეს ერთმანეთს. სამწუხაროდ ფაზები ვერ დავთვალე, მაგრამ კლასიკური ესეთი შეტევითი ლელო გაიტანეს ქუთაისმა მორაგბეებმა. ხო, შეიძლება ფაზები ვერ დავთვალეთ, მაგრამ აი ყველა შეტევა იყო. ფრუიძის გამოსtildeება როგორ დიდ ესე იგი უპირატესობას აძლევს ქუთაისელებს. კი, მიზანმიმართული იყო ყველა შეტევა, ჩაიტანეს, ჩამოიტანეს, დიდი სივრცეები გაჩნდა და ფრუიძემ ლომისრული დაიდო ამ ლელოში, რადგან პირველი ხაზის გაჭრა სწორედ მისგან იყო და შემდეგ აი ეს გადამწყვეტი პასი ნარსიაზე, რომელიც ჭრაძე წამოვიდა და კარგად წამოვიდა, უნდა აღვნიშნოთ. გაატანა გადაცემა, აქ ზუაშვილი ეცდება რომ ორი ქულა დაუმატოს თავის გუნდის მონაკარს. მშვენიერი ლელოები ვიმიხილეთ სეზონის გახსნით მატჩში, უბრალოდ ვიმედოვნებდი უფრო მეტ უწყვეტობას და უფრო მეტ ტემპს, მაგალითად ის რაღაცებს რომ დერეფანში შერკინებაში უფრო მალე მისვლა, უფრო მალე მოწყობა და უფრო სისტრაფეზე გაკეთებული აქცენტი და რა სხვა რაღაცებს. 23-36 13 ქულა სხვაობა, მაგრამ სათამაშოა 16 წუთი არ არის ესეთი დრო. არ არის, ხო, არ არის ესეთი დრო, რომ ვერ ამოხრას გორის გორმათან ნახეთ რომ შეუძლია ამ პუჩ შეტევა, უბრალოდ აი დამაგურგვინებელ ფაზაში ცოტა მოიკოჭლებენ. აი კიდევ ერთხელ ეს პასი რა კარგად შემოვიდა, გატეხა ხაზი თითქოს. გელა ხელაძე. განახლება ცენტრიდან ისევ გორის გორმა გააკეთა და პირდაპირ გადავიდა კიდეზე თუ არ ვწდები, ამიტომ ეკნა. არა, დაცემულა მოედანზე. ადგილზეა ქალბატონი მარიამი და მარიამი რომელიც მიწვეული იყო. კი, წელს იყო ინგლისში, ესე იგი არის ესეთი საერთო განვითარების პროგრამა, რასაც სოფლიო რაგბი ხელს კიდევს ახალგაზრდა მსაჯებს, ამ შემთხვევაში ქალბატონებზე იყო საუბარი და მიიღო მოწვევა ქალბატონმა მარიამმა და იქ მოკლედ წარდგა საქართველოს სახელით და მიიღო იქაური პროფესიონალების და არაპროფესიონალების აზრები და გაიზიარა მათი გამოცდილება. რამოდენიმე მომატყუებელი მანევრის შემდეგ ქუთაისელებმა ადვილად მოიგეს საკუთარი დერეფანი და წამოიღეს შეტევა საკუთარი 22 მეტრიანი ზონიდან. ბატონო ხუციძე დაიგძელა რაკი და გაიტანს ახლა. დაარტყა მაღალი აბრაგანი, საკმაოდ კარგი უნდა აღვნიშნოთ. საბრძოლოა ვისი იქნება ეს ბურთი? საბოლოოდ გორს დარჩა. ნინიძე მონახა царელი ადგილი და საკმაოდ ხერხულად და მაგრამ არა დახვდნენ იქ ქუთაისელები და წინ და შორი უნდა გაგზავნონ წესით. იმედია ბავშვებო არ მოგხვდათ თავში, შეეშინდა პატარა გოგონას, მაგრამ აცდა საბედნიეროდ. აქ ბოლო ცვლილებას მიმართავენ უკვე გუნდები.
ომარ ჯანგავაძე ჩაერთვება გიგი ჭუმბურიძის ნაცვლად მატჩში. კვაჭის პოზიციას. ბერუაშვილი, ჟორჟოლიანი ორი ხელით კარგად მოიგო, ჩამოვიდა. მიცა ხუციშვილი. აიტანა ხაზზე, აბა ზურგს უკან. ხელაძე არის სივრცე რა კარგად გაათამაშა და გალდავა სადამალეს და რა კარგი პასი ბიწაძე. არაჩვეულებრივი შეტევას ახორციელებს იქ გორის სწრაფი მიყოლა და სწრაფი გამოტანა ბურთის საჭირო, ასეც ხდება. კარგი ორთაბრძოლა აქ მორკინალებს შორის. ისევ ხუციშვილი. ხელაძე თვითონ წავიდა, მაგრამ მორკინალებში გაიჭედა ხუციშვილი, ჩხაიძე. ნინიძე წამოვიდა განდაგან ძელი გადაცემა გალდავა თვითონ წავიდა რა თქმა უნდა ხაზის მოთამაშესთან უნდა წავიდეს კონტაქტზე რაგველიძე კარგად შეუტია ბურთის გორი ინარჩუნებს დაგიელები ჭყარკავა დამალა ბურთი თითქოს პასი მიცა მაგრამ როგორ ტექნიკურად გააკეთა ხუციშვილი ხაიძე თვითონ წავიდა გაატარა ნინიძეზე უკეთესი და ფანტასტიკური ლელო გორის შესრულებით. აი ისეთ იშვიათი ხელით ბურთაობა და ძალიან ლამაზი. რა კარგი თამაში გამოვიდა. გორი იყო კრუსეიდერსი ამ შეტევაში გამიჭირდა გარკვევა ძალიან კარგი ლელო გაიტანეს ქუთაისელებმა. თლიანი შეტევა ძალიან კარგი იყო პირველივე ფაზიდან. როგორ კარგად გააკეთეს ყველაფერი და აი ეს ბოლო ანუ გარკვევა იყო საოცარი სერგი ჩხაიძემ დაიწყო ეს ყველაფერი ნინიძეს პასი და აი ხელაძის პასი უბრალოდ არის ფანტასტიკური სფერო და ჯობავა ამიწევს ლელოს როგორც თქვით 16 წუთი საკმაოდ ბევრი დრო იყო როგორც აღნიშნეთ და არ შემიძლია სოსორ ვარ ვახსენო რა სახელს და გვარს ამილოთ არ დავასახელებ წეღან სოციალურ ქსელში ვიღაცამ ახსენა რომ დიდი 10 უკან ეხებსო თუ ასეთი ბურთაობა და ლელოების დადება თქვენთვის უკან დახევა მაშინ გირჩევთ რომ გადახედოთ კარგი რაგბი რა არის ხო და ის არის რა ქვია იმასაც უნდა დააკვირდნენ ჩვენი პატივცემული გულშემატკივრები რომ ეს მხოლოდ პირველი ტური არის და გუნდები არ არიან ფორმაში გუნდები კი აღსაჯები არ არიან ფორმაში და ანუ ერთადღაც უკვე მე-5 მე-6 ტურიდან უკვე უნდა მივიღოთ ის პროდუქტი რაც გვინდა რომ მივიღოთ და აქ ნინიძე არის ცხინვალი უბრალოდ კარგი იყო კრუსეიდერსი რო აღნიშნე იქ დენკარტერმა როგორც ჩაახვია ოღონდ მეორე მხრიდან 30-38 11 წუთი მატჩის დასრულებამდე. შვენიერი მატჩი გვაქვს. ვერ დავითანხმებით ჩვენს მაყურებლებს. მეორე ტაიმში უფრო გაიშვა ესე ვთქვათ, პირველმა წნეხმა გადაიარა და კარგი ბურთაობა მივიღეთ. ძოძუაშვილი ხელაძემ შვენივრად უტყამს ფეხს თუ მე თვალი მატყუებს არ ვიცი თვალი მატყუებს რადგან უფრო მალე დატოვა ბურთი დერეფანმა ვიდრე მე დავინახე აი საპასუხო შანსი არის სოსო იმისთვის რომ თვალი გატყუებდეს არა გრიგალას მიმართა ოპერატორს უცებ გადაწია 70 წუთი ქუთაისის აია ისევ შეტევაში მოწინააღმდეგის ნახევარზე არიან. რა კარგია, კაშია რო გურსის სტრაფეში მოდის, ძლავრი 12 ნომერია, ძალიან ახლოში რა კარგი შეტევა ჯანგავაძე. წივწივადო შემოსულა. გორელთა რიგებში ამასობაში ხუციძე. ჯოჯუაშვილი ზურგს უკან ღლონტი, რამდენიმე ჩარბენი ფრუიძე, სახიფათოა ძალიან. შიგნით შემოვიდა, ახლოში შეიყვანა თანაგუნდელი, წავიდა კარგად შევიდნენ 22 მეტრიან ზონაში, აქაც სწრაფად უნდა იყო ჩაღონ ქუთაისელებმა და ბურთი სწრაფად გავიდეს. ბურთაობა ზურგს უკან, გრძელი, აი გადაუვარდათ და ხო, აქ უნდა დამთავრდეს უპირატესობა თითქოს. და შერკინება ექნება გორს. აქ მცირე დაზიანება აქვს კაშიას. აქ რა მცირე გაუგებრობა. როგორ ჩანს მაგრამ მოხდა კაშიას. კარგია, საჯისხო დაგვიბრუნდა ცოტა შორის. მცირე
გაუგებრობა მოედანზე. აქ ვარდანიძე შემოდის. და საბალაღაძე დატოვებს თამაშს. ხო, როგორც ჩანს, მაღალბუროს ითხოვდა აქ ქუთაისის აია, გადამოწმდა და არ ყოფილა, არ ქონია დარღვევას ადგილი. და რაღაცა სამოწმებენ. მაინც მივდივართ. საინტერესო აბა რა მომენტს ნახავთ ახლა. თითქოს არის თავთან კონტაქტი და თითქოს გამართულია ჭყარკავა. გამართული ბოჭვა არის. გორის 6 ნომერი აკეთებს გამართულ ბოჭვას თავთან კონტაქტი სუსტად არის. ეს არის ხელი შემოხება ხასკარა. ამ კადრს ახლა. ხელი შემოხება. აი ეს კადრი შეამილე. უხეშობა არის. ბოჭავის სხვა არის პირველი, ანუ იმართულებას მიგუცვლის. 6 ნომერი გორის ხელი შემოხება ცდილობს, ანუ უპირობ თამაშობს. ეს იქნება ყვითელი ბატონი. ხო, დაგვეთანხმა. ხო, მე მგონი. შოთაც ჩვენს. ისი მოусმინოთ? კადრს უკან. ხო, თავთან კონტაქტი გვაქვს, მოდი ავხსნათ უკვე რა. თავთან კონტაქტი არის უხეშობა, რადგან ჭყარკავა არის გამართული და როცა შენ გამართული ხარ, ყოველთვის საფრთხეში ხარ იმისთვის, რომ იქნება უხეშობა შენი მხრიდან და აქ გადაარჩინა ჭყარკავანი ფაქტია, რომ პირველი ბოჭვას აკეთებდა ბიწაძე, ცოტა შეანევა, ეს თქო მომენტუმი დავარდა იმ მონაკვეთის და ამ შემთხვევაში მოხდა. თუმცა უნდა აღვნიშნო ის, რომ ჩვენ როგორც მორაგბეებმა, მწვრთნელებმაც და მოთამაშეებმაც საჯებაც უნდა წავახალისოთ მორაგბეები, რომ ბოჭვა მაინც მოხრივ პოზიციაში გააკეთონ, რადგან გამართული თუ მიდიხარ რისკავ. მაგრამ არ შემიძლია შენი ძმის სიტყვები არ გავიხსენო და კილოსონიას, რომელიც თუ დაბლა გააკეთე ბოჭვას, დიდი შანსია რომ მოდი გაგიკეთო და ეხა უკვე თვითონ გადაწყვეტავს, ლადო მწვრთნელია, მე არა. მე წელი გადმოსახედიდან ერთხელ ჰქონდა კომუნიკაცია ამასთან დაკავშირებით. ისე ორი წითური და ელაპარაკეთ ერთმანეთს, ხო? კი ბატონო, დანარსია. ძალავრი ბიჭია ეს, ძალიან კარგი ბიჭია, გძელდება აქ ჯაია შეტევა. უციძე. კარგი ბიძალება აიელება, ისე ხუციძე, ფრუიძე რა კარგია, მოკლედ არ წინავს. შვენიერი სტარტი აქ სეზონის გიორგი ფრუიძეს, ასევე როგორც წინამთელი სეზონი და აგძელებს ეს ბიჭი დომინაციას დიდაჩი და ცოტა მიკვირს კიდევაც თუ რატო არ ეძახიან რაღაც ადგილებში. მოკლედ 53-30 და სწრაფი პასუხი ლევოზე. გორის ქუთაისის აიასკან. 73 წუთი, როდესაც გარდასახვა შესრულდება, უკვე იქნება 74 დასაწყისი, კი ბატონო და 13 ქულიანი, ნუ აქედან არ უნდა გაუჭირდეს ესეთ ქუთაისელებს, რომ გარდასახვა გაიტანონ, არ არის რთული პოზიცია. ესეთ 15 ქულიანი სხვაობა უნდა აღადგინონ და ჩემი მოკრძალებული აზრით ძალიან რთული იქნება, რომ 7 წუთში 15 ქულა ამოკაჩოს გოლმა. ჯერ ყველაფერი ახლა ვერ გაიტანეს. ძელიც მიეხმარა, მიზანი ცოტა აუცდა და 13 ქულას შერჩება სხვა. მე მგონია რომ ეხა ორი გარდასახული ლევოს გატანა წარმოუდგენელი არ არის, მაგრამ საკმაოდ მცირე დროა. ამის და მიუხედავად თუ ორი გატანლევოს ვერ მოხერხდა 7 ქულის დამატების შემთხვევაში უკვე ბონუს ქულის აღება შეიძლებათ გორელებს.
აქ ვერ აიღეს ბურთი მიღებაზე, ვერ იყო ჩაღეს დაუვარდათ, მე გორელებსაც დაუვარდათ და იქნება ორმაგი წინ თამაში. ეს იმ შანსია, რაზეც საუბრობდით უკან. და ამასობაში ბოლო ცვლილება. გიორგი მუშკუდიანი ჩაერთვება მატჩში ნიკა ლონტის ნაცვლად. ხუთით ნახევარი მატჩი დასრულებამდე. ხო, აქ შეცდომა. არ და კარგად აწიეს თითქოს ნარსია. კარგი მატჩი აქ ახალგაზრდა მორაგბეს ნამდვილად. და გამოიტანა საბოლოოდ აი ამ ეს ბურთი აჯობეს შერკინებაში ფრუიძე წამოვიდა განდა რამხელასი დაიტოვა მიყვება მას ბატირერენგა აქეთ წამოვიდა თითქოს შეცდომა იყო მაგრამ გრძელდება აი აშეტევა ხუციძე როგორ სწრაფად გაიტანა ეს ბურთი კოხოძე მივიდა მიძალებაზე დაუდგა გამუსტილი ნინიძე საბოლოოდ შეინახა აი ამ ბურთი ხუციძე ისევ კარგად მიყვას რა ნომერი კაშიას ისევ კაშია კარგი შეტევა აიას და შევიდნენ ახლა ისე 22 მეტრიან ზონაში სწრაფად ათამაშებენ ხელით ქუთაისელები შენარჩუნება მართებს თან სწრაფი ბურთის გატანა აქედან შეინარჩუნეს მარცხენა ფლანგს ურავენ ბოლომდე ცრუ მოძრაობები შეგინთ კარგად დაიცვეს თავი აქ ბორელებმა ხო ბურთი საად არის ვერ ვხედავ აგერ ყოფილა რაქის უკან და ისევ აიღე მიეძალეს აწვევიან ჯერჯერობით და კონტროლის დაკარგვა კარგი შეტევა იყო აიასგან მოპოვებული ბურთის შემდეგ ჩერკინებაში ფრუიძემ რა კარგად იპოვა სივრცე და გორელთა სასახელოდ უნდა ვთქვათ რომ აი ასეთი მწვავე შეტევის დროს უჯარიმოდ გამოვიდნენ ამ სიტუაციიდან და მოიპოვეს შერკინება ტექნიკური წონი ხუციძისგან მოიკითხეთ რა ჯობს რისკ გაურისკეთ რა კაი გობიჭო ყველა მეგა გაურისკე უთხარი რა რიჯა უნდა გამაიყვანო რიჯ შერკინებაში გვაკლია მან სწრაფი არ ვაწევ ხო და ყურადღებ ხო აქ როგორც ჩანს გურიჭამეშვილი ემზადება მოედანზე დასაბრუნებლად აბა შერკინება სადაც აჯობა აი ამ გამოიყენეს ეს უპირატესობა რიცხობრივი ისე აწვება გაიტანეს ხელაძე ჩხაიძე წამოვიდა ძელი გადაცემა ცოტა შენელდა შეტევა მაგრამ გაძრათან ძალიან კარგად მიყოლა საჭირო უნდა შეინარჩუნოს სკორმა ბურთი ასეც ხდება იქ ქუთაისელები ცოტა მგონი კარგად ჩამოვიდნენ თუ ვერა კარგად ვერ დავინახე ახლა სიმართლე გითხრა ხელაძე ჩხაიძე წასჩქარდა კარგი ბოჭვა აკაშიასგან კარგად აუწია ხაზი შეუნა და უკან წამოვიდა გოლი ამ შემთხვევაში ბურდული თვითონ წავიდა კონტაქტზე ხაზე გავიდა ისევ ხელაძე გალდავა მოუგდეს და ხელის ჩარტყმაზე ჯარიმა იქნება სავარაუდოდ 78 წუთი ამასობაში
ორ ნახევარი თოთ ყოფილა დარჩენილი გორს ნამდვილად შეუძლია რომ ბონუს ქულა აიღოს გამეორებით GG კიდევ ერთ დერეფანი, სადაც გორის გორი მოაწვდის. პურს თამაში შეიყვანს უფრო სწორედ 79 წუთზე. ერუაშვილი კარგად მოიგეს გორის გორმა საკუთარი დერეფანი გზელი გადაცემა ცენტრში. მოკლე გადაკიდება, ვნახოთ ვინ იყო ჩაღებს უფრო და გორს გაუმართლა კიდევაც. ფანტასტიკური შეტევის განხორციელების შანსი აქვს პიძაძე, მარცხნივ მიყოლა არის თვითონ წავიდა ბურთით. შენარჩუნება მართებთ, ისევ სწრაფი აღება, უღრა გადაცემა მარცხნივ და ბაუ ფანტასტიკი კიდევ ერთი ფანტასტიკური ლელო დღევანდელ შეხვედრაში. და გორის გორს რჩება საერთოდ რომ გარდასახვის გატანის შემთხვევაში რომ ეს თამაში მოიგოს. დარჩება რომ ძალიან რთული იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ ხო, რამდენი კარგი ლელო ვიხილეთ. მოკლედ სანამ დამთავრებულა ხალხო, მინდა ორივე გუნდს ძალიან დიდი მადლობა მოუხადო, რომ აი ესეთი გახსნითი, აი ესეთი თამაში შემოგთავაზეს და გვასიამოვნეს. მეც სოსტოს და იმედია თქვენს ძირფასო ტელემაყურებლებო ძალიან ერთი სული მაქვს მოედანზე გავიდე ჩემო ლუკა და თვითონ მოედნიდან მივიღო ეს სიამოვნება. აქ როგორ ჩანს, ექნება გორს კიდევ დრო იმისა რომ მოიგოს ეს თამაში, მაგრამ ეს გარდასახვა ძალიან მნიშვნელოვანია. აქსიომონება დაგოვარიჭე. ნინიძის დარტყმა და ზუსტია 37-43. ესე ფეხზე უნდა წამოდგე და ფეხზე წამოდგარმა უნდა უყურო ბოლო წამებს. რა კარგი ლელო იყო გორელებისგან. წიმწივადებ წინვალე იყო. და ისევ შოთა თევზაძეს იქ 1 მეტრში რომ ხომ დრო გასულიაო ანიშნებს შოთა თევზაძე. ეს იმას ნიშნავს რომ პირველივე პირველივე ბურთის უქმობისას დასრულდება დღევანდელი შეხვედრა. ბატონ რა თქმა უნდა ორი დარტყმა გააკეთეს ქუთაისელებმა. ჩხაიძე აბა არა რა ქნა და სულ თამაში. მე მგონი ვერ გაიგო ეთყობა რომ დრო გასული იყო. კარგით ბიჭებო, ეხლა ამიტანი ნუ შევუდებთ თუ მოკლედ დიდი მადლობა რაც არ უნდა იყოს 80 ქულა გავიდა სეზონის გახსნით მატჩი და ცოტა გამიკვირდა სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ რაც არის ეს არის მშვენიერი მატჩი გამოგვივიდა გორის ჯიქსა და გორის გორს უკაცრავად ბოდიშ გიხდით ძველი წესშეულება გორის გორსა და ქუთაისის აია შორის უსურო წარმატებები ორივე გუნდს და თქვენ გისურვებთ ასევე კარგ და სანახაობრივ სეზონს. იოსებ ჯაფარიძე, ლუკა კილასონია ვირჯებოდი თქვენთვის და გავირჯებით მთელი წელი კიდე. კი, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ხალხო რომ იყავით ჩვენთან ერთად. გილოცავთ ესე იგი სეზონის გახსნას და ასევე კიდევ ერთხელ უნდა გადავხადოთ ორივე გუნდს დიდი მადლობა ესეთი კარგი თამაშისთვის და კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა რომ იყავით ჩვენთან.